გარდენიაში გაიხსნა წინა საახალწლო გამოფენა, რომელიც 28 დეკემბრამდე იქნება ღია და ერთ-ერთი რასაც ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს არის თეკო ურუშაძის სანათები. ნაჩნიკებს რომ ვეძახით, 3 სხვადასხვა ზომა, საშუალო, დიდი და პატარა. ერთი მეორეზე ლამაზია ყველა, ნახეთ, სულ ყველა ხელნაკეთია, ულამაზესი აღმოსავლური და არა აღმოსავლური ორნამენტებით, ხელით შექმნილი, ნახეთ რა სილამაზეა. შევხედოთ, აი ერთი მეორეზე ლამაზია. ჩემი ფავორიტი ეს მოდერნია, ნახე რა სილამაზეა და რა კარგია. ფეხი აქვს თითბერის, ეს ნათია და ლაქიშვილის გაკეთებულია. აბაჟურის თავები თეკო ურუშაძის შეკერილია. ელექტროვა მიშას გაკეთებულია. მოკლედ 5 ხელოსანი დასჭირდა რომ მიგვეღო ეს მშვენიერი კოლექცია. ნახე როგორი მაჰარაჯებია. ცხენები. ულამაზესი. გამოაკეთა შეგახედო ნახია. ჩიტებიანებზეც გიჟდები. ნახე რა კარგია. და ასე ბევრი ერთად რომანტია მთლად გადასარევია. ეს ნახე. კაკადუებიანი. არაფერი ისეთ სიმყუდროვეს არ აკეთებს სახლში, როგორც აი ეს ნაჭრის, ბუნებრივი ნაჭრის აბაჟურები. ერთი მეორეზე ლამაზია, ყველა დატოვება მინდა, არც ერთი არ მემეტება გულწრფელად რომ გითხრათ. რომ მიაქვთ, თვალს გავაყოლებ ხოლმე ასე, ცოტა მენანება, როცა ხედავ რომ წაიხეს. ეს სამბახიანი გიჟდები ისე მომწონს მაქვს მეც, აი ზაფრანიანი ნახე ყვითელი რა სილამაზეა. აქაც ეს ჩვენი განუყრელი ემბლემა, თუ რა ქვია თხლაშანი, იმას რა ქვია, შტამპი. დამზადებულია საქართველოში 100% ნატურალური მასალისაგან ხელით და გარდენიას ლოგო აქვს დათხლეშებული. თხლაშანი. თეკო ყველაზე მეტად რომელი მოგწონს, თეკო? მე იმ თუთიყუშებზე ვიждები. ეს არის ჩემი საყვარელი. მართლა? ხო, ეს არა, ბევრი მაქვს საყვარელი. მე მომწონხარ შენ და ეგ თუთიყუშები. ამ თუთიყუშებზე ვიждები. ეს რაღაცა სიკრიალეს მაგონებს, აი და სიმშვიდეს. იმ ზაფრანებზე ვიждები მე კიდე. ხო, ეგ ხო. ძალიან ლამაზია, ამ ზამბახი, ეს ზამბახი უკვე კლასიკა. ეს შენი საყვარელია, ეს არის ჩემი საყვარელი, ის ვეფხვი ვიცი რომ შენ დიდად არ მოწონს. ვეფხვი არ მომწონს. მე ძალიან ის მაჰარაჯაც გადავირი ისე. მაჰარაჯასაც ვიждები. ის ცოტა არ ვიცი. ის რომელია ასე რო არის ყვავილიანი მაჰარაჯას ხელები და ასე. არ არის აქ ბევრი, მე უფრო მეტი გავაკეთე. გაიყიდა თეკო. მიქონდა დღეს 2 ასე დავინახე. მართლა? კი. მე მგონი ის მიქონდა ის ყვავილიანი. ნეტა ყველა გაიყიდა. არ დარჩება არც ერთი არის ჯავრო. 75 ცალი ეხა უკვე აქ არის და ხო კიდე ხო კეთდება იმედი მაქვს. დღეს არ მოგიტანია? დღეს არ 2 დღე არის ვისვენებ და ესე. რამ დაგღალა? რო შემაქე რომ კარგად გამოიყურებია მაგიტომ რა. რო დასვენებული ხარ. დასვენებული. თითებს რატო გვიმალავ დაჭყვეტილი გააქვს? კი ბატონო. იცი რა, მართალი რომ გითხრა, იმ დღეს რომ შემოვედი, ისეთი ამაყები ყავი და რაღაცნაირად გული ამიჩოხდა და ცრემლებს კი მომაკვდა რომ ეს ჩემს საყვარელმა ხელებმა რო გააკეთა და რაღაცა პირველად დამეუფლა ეს რომ აი მე რა ლამაზები გამიკეთე. კი. ასია. რა ციცინათელა ვარ. ციცინათელა კი არა, შენ ხარ მშრომელი ადამიანი. შენს გარეგნობას სულ არ შესატყვისება, რომ ასე შრომობდე. შენ უნდა დაშრიალებდე, მაგრამ შრომობდა. თქვენი არ ვიცი და ახალი წელი ჩემთვის უკვე დადგა. დავიწყეთ წინა საახალწლო სამზადისი. 28 დეკემბრის ჩათვლით გარდენიაში გვაქვს წინა საახალწლო გამოფენა გაყიდვა. ნახეთ როგორი გვირგვინები მოვაგვირისტეთ ჩემს კოლეგასთან ნანა თაყაიშვილთან ერთად. ნახე რა კარგია, ასკილი და რცხილის ტოტები. ლიმონიუმის გვირგვინები, ნახე რა სილამაზია. ხედე ერთი მეორეზე კარგია ყველა. ის ნახე პერგამენტები როგორი კარგია, ქრისტეს ცრემლებს რომ ვეძახით. აქეთ შავი კუნელი ნახე. ნახე რა კარგია, თქვენი კედლებისთვის, თქვენი ინტერიერისთვის მაგიდაზე შეიძლება სურნელსაც შეიტანთ თქვენს სახლებში. ამის გარდა კიდე გავაკეთეთ ჩიჩილაკის ნაძვისხები, რომელიც ქანქალებს. შეხედეთ რა შვება? ასე იქანქალებს.
იქანქალა მანათობელი ჩიჩილაკები. ხელს თუ მიკრავ იქანქალებს. მე მიყვარს ჩიჩილაკი, როცა არის განათებული და ყველა მიცის, რომ ეს მე მოვიფიქრე. ჩიჩილაკები განათებული და ცოტა შეცვლილი ფორმა, რომ თლათ არ იყოს ეთნოგრაფია. ნაძვის ხეს რომ დაემსგავსოს და უფრო გარომანტიულდეს. მაგიდაზე რომ დადებ ასე იქანქალებს. ხელს მიკრავ და აკანქალდება. ჩიჩილაკის ნაძვის ხეების, გვირგვინების, საახალწლო გვირგვინების, გირლიანდების, სასაჩუქრე ყუთების და კიდევ ბევრი რამის შეძენა შეგიძლიათ ყოველდღე 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ბევრი ფარდაგი, ხალიჩა, სუფრა და საახალწლო, მე მგონი 100 ახალი წელი არსად არ იგრძნობა როგორც ჩვენთან. თუ საყიდლად არა, სანახავად მაინც მოგბრძანდით. ღია ვართ ყოველ დღე. კაფე მუშაობს 22 საათამდე.